5 ნოემბერს თელავში ახალი არტ კაფე გაიხსნება. კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულება თელავის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში იქნება და ეგრეთ წოდებულ ვახვახიშვილების საგვარეულო კოშკში განთავსდება. თემით ჩვენი კორესპონდენტი ერეკლე ცოცანიძე დაინტერესდა ვნახოთ სიუჟეტი. მიმდინარე წლის თებერვალში ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა თელავის ცენტრში არსებული ვახვახიშვილების ისტორიული კოშკის მაშინდელი მდგომარეობა გააშუქა. იმ დროისთვის მას ფანჯრები ჩამსხვრეული ჰქონდა, შიგნით გამოფებული იყო ანტისანიტარია და სავსე იყო ფეკალური მასებით. აღნიშნული ნაგებობის რესტავრაცია 2012 წელს ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა. თუმცა როგორც თელავის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი ვახტანგ გაგნიძე აცხადებდა, არასწორი რეაბილიტაციის შედეგად კოშკის ისტორიული იერსახეც დაზიანებული იყო. შენობა ხშირად ხდებოდა ვანდალიზმის მსხვერპლიც. ეს არის ჩრდილო-დასავლეთის ბურჯი, რომელიც რეაბილიტაციის დროს, რომელსაც რეაბილიტაციის დროს ჩაუტარდა სამუშაოები, თუმცა იმ სახით, რა სახითაც მოაღწია რეაბილიტაციამ, იმ სახით ვერ აღდგა. თებერვლის თვეში ჩვენთან საუბარში ქალაქ თელავის ვიცე-მერი აცხადებდა, რომ იგეგმებოდა შენობის რომელიმე IP-ისთვის გადაცემა, რათა ნაგებობას კონკრეტული დატვირთვა შეეძინა და დაზიანებისგანაც დაცული ყოფილიყო. ჩვენ კვლავ დავინტერესდით აღნიშნული შენობის ბედით და ქალაქ თელავის მერს მივაკითხეთ, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ შენობა ამ დროისთვის თელავის კულტურის ცენტრის ბალანსია. მისი რეაბილიტაციის დასრულებისთვის კი დამატებით 23,000 ლარი გამოიყო. ჩვენ გამოვყავით სუბსიდია, რომელიც იყო საჭირო რეაბილიტაციისთვის, გადავეცით კულტურის ცენტრს, ჩვენსავე აიბს. დაახლოებით 23,000 ლარი დაიხარჯა ამ შენობის რეაბილიტაციაზე, რომელიც უკვე დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში კულტურის ცენტრის მიერ დაახლოებით 5 ჯერ იყო მოწყობილი აქცია, დასუფთავების აქცია, მაგრამ მოგიხსენებათ, დასუფთავდებოდა და როგორც სუფთავდებოდა, შემდგომში შემდეგ ისევე აბინძურებდნენ ამ შენობას. როგორც თელავის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ზაქრო რაზმაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, სარემონტო სამუშაოები შენობაში უკვე დასრულებულია. შეკეთდა ელექტროგაყვანილობა და კანალიზაცია. მისივე თქმით, ფირმა, რომელმაც აღნიშნული სამუშაოები ჩაატარა, ტენდერის წესით შეირჩა. ეს ტენდერები ჩატარდა ვადებში, თავის განსაზღვრულ ვადებში, ასევე განსაზღვრულ ვადებში შესრულდა. კომპანია Nike Motors-მა გააკეთა, ეს ორივე სამუშაოები Nike Motors-მა მოიგო. და რაც შეეხება ეხანდელ სიტუაციას, ჩვენ ფაქტურად სამუშაოები უკვე დამთავრდა, ეხლა მიმდინარეობს ისეთი ტექნიკური რაღაც საკითხების მოგვარება და კონკრეტული რაღაც გარკვეული რაღაცების შეძენა, რაც აუცილებელია ცენტრის მუშაობისთვის. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შენობის პირველ სართულზე კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია განთავსდება, ხოლო ზედა სართული საგამოფენო დარბაზს და არტ კაფეს დაეთმობა, სადაც შემოქმედებითი საღამოები და სხვადასხვა სახის შეხვედრა ღონისძიებები გაიმართება. აქ იქნება მუდმივ საგამოფენო სივრცე, იქნება არტ კაფე, გარკვეულწილად შემოსავლიანიც იქნება ეს, ასე ვთქვათ, კულტურის ცენტრისთვის და რაც ყველაზე მთავარი არის, მოემსახურება ხალხს, ანუ იქნება ეს საზოგადოებრივი აზრის გამოთქმის საშუალება და შეკრების ადგილი და იქ ჩაატარდება ბევრი კონფერენციები, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, უფრო მეტი შემეცნებითი საშუალებები, ასე ვთქვათ რა. კოშკი, რომელიც მე-18 საუკუნეში ააშენებული და თავად ვახვახიშვილების ციხე-გალავნის ერთ-ერთ საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა, ახალ სიცოცხლეს 5 ნოემბერს თელავ ქალაქობის კვირეულის ფარგლებში დაიწყებს.